სასკოლო კონკურსის ფოტოსინთეზის გამარჯვებულები გამოავლინეს დღეს ექსპო ჯორჯიაში. ღონისძიება ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ფოტოკონკურსი შეშა ტყე არ არის. 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვა რაიონის საჯარო სკოლების 3000-მა მოსწავლემ მიიღო. 12 საუკეთესო ფოტონამუშევარი შეირჩა, ხოლო ამათგან 3 საუკეთესო ფოტოს ავტორი გამოვლინდა და ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიები გადაეცათ. ჩვენ დავაჯილდოვეთ 3 პრიზიორი, ეს არის ნიკო კეცხოველის სახელობის პრიზი, რომელიც პირველად დაწესდა, ასევე ჩვენი თმა სამინისტრომ გამოყო პრიზი 3 საჯარო სკოლას გადავეცით საბზური დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად. საინტერესო ფინალი შედგა და გვყავს გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები, რომლებსაც იმუშავეს გარემოს დაცვისა და ბუნების საკითხებზე. წარმოვიდგენთ, რომ როდესაც საქართველოში ათასობით მოსწავლე ფიქრობს ამ პრობლემაზე და გვაჩვენებს ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო.